მოგესალმებით ბატონო, მინდა კითხოთ ჩინეთში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით, რა ვირუსია ეს და რამდენად საფრთხეს წარმოადგენს, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველოში შემოაღწიოს და ექნება თუ არა, აქვს თუ არა მას პანდემიური ხასიათი. მოდით ბოლო ნაწილს გიპასუხებთ, პირველ რიგში ალბათ რაც შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს, შეიძლება თუ არა ვირუსმა საქართველოში შემოაღწიოს. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი ეს არის მეტაპნევმოვირუსი, რომელიც ითვლება ბავშვებში ამბულატორიული მიმართვიანობის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ვირუსად. საქართველოში ეს ვირუსი კარგახანია ცნობილია, ყოველკვირეულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკაში ფიქსირდება ამ ვირუსით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევები. შესაბამისად ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ახალი ვირუსი და ეხლა საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ანუ მაშინ, როდესაც მოიმატა რესპირაციული ვირუსული ინფექციის შემთხვევებმა, ანალოგიურად მოიმატა მეტაპნევმოვირუსის შემთხვევებმა, ასე რომ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და ჩვენთვის ეს ვირუსი არ წარმოადგენს ახალ ვირუსს, განსხვავებით კორონავირუსისგან, რომელიც მართლაც სრულიად ახალი ვირუსი იყო და ყველა ადამიანისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში ეს იყო ახალი ტიპის ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, არავის არ ჰქონდა. რა არის ეს ვირუსი? მეტაპნევმოვირუსი ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად აზიანებს სასუნց სისტემას, იწვევს ბავშვებში და მოხუცებში განსაკუთრებით ავადობას, რომელიც გამოიხატება ხველით, დაბალი ტემპერატურით, სუფებრული ტემპერატურით, ანუ 37.5-38-ის ფარგლებში, ყელის ტკივილით, შესაძლებელია მცირე ასაკის ბავშვებში მტვინავი სუნთქვა გამოიწვიოს და ბრონქების სპაზმი გამოიწვიოს. ეს არ არის ვირუსი, რომელსაც შეუძლია მძიმე დაავადების გამოწვევა და ძალიან იშვიათად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება და ბრონქიტი. ანუ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს ვირუსი მიმდინარეობს გაციების ტიპით და სრულიად არწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეხლაც ამ წლის განმავლობაში ჰქონდა ამ ვირუსთან შეხება და დამთავრდა ისე როგორც გაციება, ანუ ცემინება, ცხვირიდან გამონადენი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ეს არის და ეს. შესაბამისად, ეს ვირუსი საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობის გარკვეული ფენებისთვის. ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები და განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვი, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით ბრონქული ასმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები და პირები, რომელსაც იმუნური სისტემა აქვთ დასუსტებული. მხოლოდ ამ ჯგუფებისთვის შეიძლება ამ ვირუსმა გამოიწვიოს მძიმე მიმდინარეობა, პირველ რიგში ფილტვების ანთება, რაც გახდეს ავადმყოფოში მოთავსების მიზეზი. ყველა სხვა საკუთრივ ჯგუფში ეს ვირუსი არ წარმოადგენს მძიმე დაავადების განმაპირობებელ ვირუსს. ის მომართვიანობა, რომელიც ახლა ჩინეთის გარკვეულ ნაწილში, ჩრდილოეთ ჩინეთში არის გაზრდილი, არ ეხება მხოლოდ მეტაპნევმოვირუსს, ზოგადად ამ ნაწილში ჩინეთის ქვეყნის გაზრდილია მიმართვიანობა სასუნց სისტემის მწვავე დაავადების გამომწვევი სხვა ვირუსებისაც, ეს არის გრიპი, კორონავირუსი, რესპირაციული სინციტივური ვირუსი, თუმცა მეტაპნევმოვირუსის ხვედრითი წინი არის განსაკუთრებულად მომატებული და ამიტომ გახდა ეს ვირუსი საზოგადოების ფართოფენებისთვის ყურადღების მისაქცევი ვირუსი. არანაირი კავშირი განსაკუთრებით კორონავირუსთან, ვინაიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ დაფიქსირდა ჩინეთში თითქოს ახალი ვირუსი, რომელმაც გამოიწვია სასუნց სისტემის მწვავე დაავადება, არ იქნება სწორი. კორონავირუსი გაცილებით მძიმე ვირუსია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვირუსის იმუნიტეტი არ ჰქონდა მოსახლეობის არც ერთ ფენას. ეს ვირუსი არ იწვევს მძიმე დაავადებას და ამ ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი და გადატანილი ეს ვირუსი აქვს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს. როგორც საგანგებო და როგორც განსაკუთრებული არ განიხილება ეს. შესაბამისად, უშუალოდ ჩინეთშიც კი, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ეს ვირუსი არ განხილულა და ეს მდგომარეობა, რაც ახლა ჩინეთში არ განხილულა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა და არ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეუფასებია, როგორც საგანგებო მდგომარეობა, ასე რომ ჩათვალეთ, რომ ჩინეთის გარკვეულ ნაწილში გვაქვს სეზონური მატება ამ ტიპის ვირუსების, რომლებიც არ შეიძლება იყოს განხილული როგორც რაღაც განსაკუთრებული და მით უმეტეს პანდემიის წინაპირობა.